გორის უნივერსიტეტს ერთ კვირაში ახალი რექტორი ეყოლება. აკადემიურმა საბჭომ არჩევანი კახა ტოლიაშვილსა და ალექსანდრე მღებრიშვილს შორის უნდა გააკეთოს. ტოლიაშვილი უნივერსიტეტის განვითარების გეგმის გაცნობას საზოგადოებისთვის იწყებს, მღებრიშვილი კი მის გეგმებზე საჯარო განცხადების გაკეთებას 15 იანვრამდე საჭიროდ არ მიიჩნევს. კახა ტოლიაშვილი ერთ-ერთია, რომელსაც გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის პოსტის დაკავება სურს. ამბობს, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების გეგმა შემუშავებული აქვს და რექტორად არჩევის შემთხვევაში ცვლილებებს თითქმის ყველა მიმართულებით განახორციელებს. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს მის მიერ შემუშავებული გეგმის გაცნობა საზოგადოებისთვის სურს და ამიტომ ხვალ 3 საათზე გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სამოქალაქო სექტორთან შეხვედრას გეგმავს. ტოლიაშვილის განცხადებით, უნივერსიტეტში ბოლო 10 წელია არაფერი შეცვლია და ამის ნათელი მაგალითი ისაა, რომ უნივერსიტეტი რეიტინგებში თითქმის ბოლო ადგილს იკავებს. გორის უნივერსიტეტს გააჩნია პოტენციალი საქართველოში ერთ-ერთი პრესტიჟული უნივერსიტეტი იყოს, მაგრამ წლების განმავლობაში უკვე 10 წელია ამ უნივერსიტეტში არაფერი არ იცვლება და ეს მის განვითარებაზეც აისახება. ყველა უნივერსიტეტს სჭირდება ცვლილება, განვითარება და ზუსტად დღეს დადგა ის დრო, როდესაც ცვლილებაა საჭირო გორის უნივერსიტეტში. ეს შედის თვითონ რეგიონის ინტერესში, ეს შედის ათასობით სტუდენტის ინტერესში, რომელიც სწავლობს ამ უნივერსიტეტში და ჩემი სტრატეგიული განვითარების გეგმაც ამას ისახავს, რომ განხორციელდეს ცვლილებები და განახლება გორის უნივერსიტეტში, რომელიც მის განვითარებას, მის შემდგომ წინსვლას ხელს შეუწყობს. ეს შეეხება როგორც აკადემიურ პერსონალს და მათთვის ხელფასების გაზრდას, ასევე სხვა აქტივობების ჩატარებას, რომელიც მხოლოდ პროგრესის მომტანი იქნება გორის უნივერსიტეტისთვის. გორის უნივერსიტეტის რექტორობის მეორე კანდიდატი ალექსანდრე მღებრიშვილია, რომელიც ინტერვიუზე არ გვთანხმდება. იგი ამ ეტაპზე სასწავლებლის პრორექტორია და რექტორის მოვალეობასაც არაერთხელ ასრულებდა. მღებრიშვილი უნივერსიტეტში შექმნილ ვითარებაზე ტოლიაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას არ იზიარებს და გვარწმუნებს, რომ ბოლო წლებია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება განვითარების მაღალ საფეხურებზე დგას. მისი სამომავლო გეგმა კი, როგორც თავად ამბობს, აღნიშნული ტემპის შენარჩუნებაა. ზედმეტი კომენტარი გავაკეთო, ვიდრე არჩევნები არ ჩატარდება და თუ ვინმე სურს, რომ ნახოს უნივერსიტეტში რა ცხოვრება მიმდინარეობს, როგორი არის საუნივერსიტეტო ცხოვრება, რა წარმატებები აქვს უნივერსიტეტის ბოლო წლების განმავლობაში, ეს მან თავად უნდა ნახოს. და თუ ადამიანს არ სურს, რომ რამე დაინახოს, ეს მისი პრობლემაა. თქვენ როგორი მოლოდინი გაქვთ არჩევნებთან დაკავშირებით? მოლოდინი როგორი უნდა იყოს, მოლოდინი ისეთივეა, როგორც ყველა კანდიდატს აქვს, მაგრამ ძირითადად უნებრივია, რომ ეს აკადემიური საბჭოს გადასაწყვეტია შესაბამისად, იმიტომ გეუბნებით უნდა დაველოდოთ არჩევნების დღეს და შედეგების შესაბამისად მივშელოთ. გორის უნივერსიტეტს ახალი რექტორი 15 იანვრიდან ეყოლება. არჩევანი ტოლიაშვილსა და მღებრიშვილს შორის აკადემიური საბჭოს 7 წევრმა უნდა გააკეთოს. არჩევნები ფარული კენჭისყრის პრინციპით ჩატარდება და უნივერსიტეტის რექტორი ის გახდება, ვინც უმრავლესობის მხარდაჭერას მიიღებს. როგორც არჩევანი კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრებმა დღეს განვიხილეთ წარმოდგენილი კანდიდატურების მიერ, ასე ვთქვათ, შემოტანილი დოკუმენტაცია. ორივე მათგანის დოკუმენტაცია აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რომელიც ბრძანებით არის გათვალისწინებული და ორივე მათგანის დოკუმენტაცია გადაეცა უკვე განსახილველად აკადემიურ საბჭოს, რომელმაც უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება. კენჭისყრის პროცედურა არის შემდეგნაირი, კენჭისყრა არის ფარული, სადაც აკადემიური საბჭოს წევრები აფიქსირებენ, ასე ვთქვათ, თავიანთ არჩევანს და 15 იანვარს გაირკვევა რა არჩევანს მიიღებენ აკადემიური საბჭოს წევრები. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატებს არჩევნებისგან იდენტური მოლოდინები აქვთ. ისინი იმედოვნებენ, რომ აკადემიური საბჭოს წევრები მათ ობიექტურად შეაფასებენ და მხარს იმ კანდიდატს დაუჭერენ, რომელიც უნივერსიტეტის განვითარებას შეძლებს. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ამ დროისთვის გიორგი სოსიაშვილი მართავს. ის ბოლო 10 წელია რექტორის პოსტს იკავებს.